გუშინ ერთ მაღაზიაში, სადაც ბრენდული ინსტრუმენტები იყიდება, მიცნეს და ჭკუის დარიგებას სცადეს. მაგრამ ცოტა ხანში გამოვიყო, რომ ინსტრუმენტების გაყიდვის მეტი ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებიათ. სკოლაში ფიზიკის წიგნი არ გადაუშლიათ და არ იციან, რომ ქმედება იწვევს უკუქმედებას. ეს ვიდეო სწორედ უკუქმედებაა კონსულტანტ გამყიდველების დაბოლებაზე, რომლებიც მაქსიმალურ ფასიანი პროდუქციის შემოჩეჩებას ცდილობენ. თურმე არაბრენდული ინსტრუმენტების ყიდვა გადაყარული ფული ყოფილა და უწევ პროპაგანდას ადამიანებს, რომ ხარახურაში ფული გადაყარონ. ეხლა დაინტერესებული პირების პოზიცია გასაგებია, მაგრამ გასაზიარებელი ნამდვილად არ არის. უпростоრად გაუაზრებლად არ უნდა გავიზიაროთ. რაღა გამყიდველები, როცა ინტერნეტით სავსეა ინსტრუმენტების მიმოხილვებით და ხშირად ამ მიმოხილვებს ატარებენ საკმაოდ კვალიფიციური ხელოსნები. თუმცა აქ არის ერთი მაგრამ. ეს მიმოხილვები როგორც წესი ბრენდის ან რამდენიმე ბრენდის რეკლამას წარმოადგენს და არავინ გვეტყვის რამდენია ამ რეკლამაში გადახდილი. გარდა ამისა, ხელოსანმა ბრენდული ინსტრუმენტით თუ არ იმუშავა, უბრალოდ არ შეიძლება, რადგან ხშირად მოუწევს მაღაზიაში სირბილი და ინსტრუმენტის შეცვლა. აი აქ კი არ ვარ დარწმუნებული, რა ჯობია. სამნახევარჯერ მეტი გადავიხადოთ დიველტში, თუ ვიყიდოთ სამი ცალი არაბრენდული და მუშაობისას არ გადავტვირთოთ. ასეთი გამოკვლევა დაუინტერესებელი ადამიანების ფინანსურ შესაძლებლობებს აღემატება და ამიტომ არავის არ ჩაუტარებია. ახლა ბრენდები როგორც ჩაატარებენ, ჩემთვის ცხადია. ხელოსნების მიერ გაკეთებული რეკლამა, როგორც წესი, არის არასრული სიმართლე. ანუ რეკლამის გამკეთებელი ხელოსანი სიმართლეს გვეუბნება ინსტრუმენტის დადებით თვისებებზე, მაგრამ არასოდეს არაფერს რამდენად ღირს ამ ინსტრუმენტში სამნახევარჯერ მეტი თანხის გადახდა, ან რა ალტერნატივა არსებობს. ეხლა, როცა საუბარია ბოში, მაკიტა, დიველტი, მეტაბოზე, რომლებიც საქართველოში გავრცელებულია, მათი ხარისხი წუნდაუდებელია, მუშაობის რესურსი მაღალი, მაგრამ შესაბამისად სამნახევარჯერ მეტი ღირს არაბრენდულებზე ან იაფ ბრენდებზე. საქმე ისაა, გვჭირდება თუ არა ამდენი რესურსი. ეხლა მე რომ მეტაბომა ჩუქეს იმ ინტენსივობით, როგორც მე ვამუშავებ, ის ჩემ შვილთაშვილსაც მომსახურება, ოღონდ აკუმულატორები იქნება ხანდახან შესაძლებელი. ანუ რეალურად არაპროფესიონალისათვის ბრენდულ ინსტრუმენტში ფულის გადახდა მართლაც რომ ფულის გადაყრა არის. ეს არის უბრალოდ, რაც ახლა გითხარით, ჩემი გამოცდილება და არა სამეცნიერო კვლევაზე დაყრდნობით გაკეთებული სტატისტიკურად დასაბუთებული დასკვნა. მეორე მხრივ, თითოეულ არაბრენდულ ინსტრუმენტს, რომლებიც მე მაქვს, თავისი ღირებულება მინიმუმ 5-ჯერ აქვს ანაზღაურებული, იმიტომ რომ ისინი რომ არ მქონდა საქმეს ვერ გავაკეთებდი, მინიმუმ ხელოსნის ჰონორარი ხომ უნდა გადამეხადა და კიდევ მეცადა, როდის ინებებდა ხელოსანი მოსვლას. ინსტრუმენტი არამანისა მასიმო დუტის შემოტკები არ არის, მათით რომ იმარიაჟო. როცა არის არჩევანი დიველტის აკუმულატორი, ან ჩაკუჩიანი დრელი, ერთი აკუმულატორით 850 ლარი ფასით და რაღაც არაბრენდული, ორი აკუმულატორით eBay-ზე $80 დაყიდი, მე აუცილებლად მეორეს ავირჩევ. საქმეს ორივე გააკეთებს, უბრალოდ არაბრენდული მთელი სამუშაო დღე დატვირთვით მუშაობას ნამდვილად ვერ გაუძლებს. ყოველდღე 800 მუშაობთ. აი წელიწადში 10 დღე, ათეულობით წლები იმუშავებს. 10 წამის წესის გამოყენებით ეს ადრეც მithkoms, რომ არაბრენდულ ინსტრუმენტს ვამუშავებ, ესე 10 წამი მუშაობა, 5 წამი დასვენება. საქმე ოდნავ ნელ ტემპში გაკეთდება. ჩვენ თვითონაც დავისვენებთ ინსტრუმენტთან ერთად, ხოლო აჩქარება კი სამუშაოს შესრულების ხარისხს არ ზრდის. დაუნდობელი და არასწორი ექსპლუატაციით კი
დიველტიც ფუჭდება, მაკიტაც, ბოშიც და მეტაბოც და კიდევ სხვაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყიდვისას არ ვიჩქაროთ. რაღაც დონეზე შევამოწმოთ ინსტრუმენტი. თუ იაფი და იორღა გინდათ მიიღოთ, მთავარი არის თქვენი ცოდნა და გამოცდილება. თუ გამყიდველი ინსტრუმენტის გასინჯვის საშუალებას არ გვაძლევს, ელემენტარულად მისგან არ უნდა ვიყიდოთ, კონკურენტების მეტი რა. დასაწყისში უნდა დავათვალიეროთ ინსტრუმენტი, კორპუსი უნდა იყოს სუფთა და გაუგზარავი, შურუპებზე, რომლებიც კორპუსს კრავს, არ უნდა იყოს თავები მოწვეთილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ესე იგი განახსნელ განარემონტებ ინსტრუმენტს გვთავაზობენ ახლის სახით გამყიდველი, რომელიც ამას აკეთებს, საერთოდ არაფერზე არ უნდა დაველაპარაკოთ. ამის შემდეგ, გარეგნული დათვალიერების შემდეგ უნდა ჩავთოთ ინსტრუმენტი მაქსიმალურ ბრუნებზე, ძრავის მაქსიმალურ ბრუნებზე. დაახლოებით 30-40 წამით დაუტვირთავად. ამ დროს დატვირთვა არ უნდა მივცეთ მაღაზიაში გასინჯვისას, არავინ არ მიგვაცემინებს იქ დატვირთვას და არც არის საჭირო. აი 30-40 წამით რომ ჩავრთავთ მექანიკური დატვირთვის გარეშე, თუ კორპუსი ძრავის ახლოს ოდნავ მაინც გათბა. ის ეგზემპლიარი კი არა, მოდელიც არ უნდა იყიდოთ. მორჩა ის არ ვარგა. შემდეგ თუ აქვს სარეგულირო ეს ბრუნების, ასე შემთხვევაში ისიც აუცილებლად უნდა გამოვცადოთ, მოუკლოთ, მოუმატოთ და ეს უნდა მოხდეს თანაბრად, პლავნად რო იტყვიან. შემდეგ აი ამ დროის განმავლობაში თუ აკუმულატორიან ინსტრუმენტს ვცვლით, ბრუნების რიცხვი არ უნდა შეიცვალოს, აკუმულატორი არ უნდა დაჯდეს. თუ დაჯდა, იქ აკუმულატორის საქმე არის ძალიან ცუდად. აკუმულატორზე კი ადრე გითხარით, რომ უნდა მაქსიმალურად ვეცადოთ აკუმულატორების მაღალი ფასის გამო, რომ ყველა ინსტრუმენტი, რომელიც შინ გვექნება ერთსა და იგივე აკუმულატორზე მუშაობდეს, არის ამის საშუალება. ეხლა ბალკარკის შემთხვევაში საჭიროა, რომ დისკი დავაგოთ და ვნახოთ, რომ ეს დისკი ერთ სიბრტყეში ბრუნავს, ანუ ბიენი არ აქვს. პერფორატორის შემთხვევაში მისი ყველა რეჟიმი უნდა გადავხსნოთ და ვნახოთ, რომ ყველა რეჟიმში მუშაობს. ეს რაღაც ძალიან მინიმალური ინფორმაცია შემოწმებაზე. ეხლა ინსტრუმენტის გასინჯვა მთელი მეცნიერებაა და ამ ვიდეოში ნამდვილად ვერ განვიხილავ. თითოეულ ინსტრუმენტზე ცალკე მცირე ვიდეოა საჭირო, ესეც იქნება. მაგრამ ერთი რამე უნდა გვახსოვდეს, რომ მაღაზიაში შემოწმების საშუალება არასოდეს არ არის სრულფასოვანი, მაგრამ მინიმუმ ძალიან ბანძი შეიძლება გამოვიცნოთ რა, ასე ვთქვათ. და რეალურად პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, როცა ინსტრუმენტს ვამოწმებ მაღაზიაში რაღაც დონეზე, ის მერე ყოველთვის მადგება. ეხლა სამუშაო ინსტრუმენტი არასოდეს არ უნდა ათხოვოთ არაპროფესიონალს, არც პროფესიონალს. 10 წამის წესი, ვინც იცის საკუთარ ინსტრუმენტზე ყველა იცავს, მაგრამ უმეტესობა არ იცის, ან სხვისაზე არ იცავენ. თუ ვინმე თქვენი ინსტრუმენტს ძალიან გაუფრთხილდება, მხოლოდ ძალიან ახლო მეგობარი, თან ისეთი, ვინც იცის მუშაობა. ხელოსანმა კი ერთი დღით რომ ვათხოვე, მეტაბოც კი გაფუჭებული დამახვედ რა და მერე ბევრი ჩელენჯი მომიწია იმის გასარემონტებლად. ასე რომ საკმაოდ მწარე გამოცდილება მაქვს და ეს გამოცდილება მარტო ჩემი არ არის, სხვის გამოცდილებაცაც დაყრდნობით ვლაპარაკობ. დღეს მე მაქვს სამკაციანი თეთრი სია, ვისაც ინსტრუმენტს ვათხოვებ. არის ისეთებიც ჩემ ნაცნობებში, ვისაც ინსტრუმენტს არ ვათხოვებ, მაგრამ მე თვითონ წავყოფი და ჩემი ინსტრუმენტით მე თვითონ გავუკეთებ გასაკეთებელ საქმეს. აი ნაცნობების უმეტესობას, აბსოლუტურ უმრავლესობას ინსტრუმენტს ნამდვილად არ ვათხოვებ. ვისაც უნდა დამემდუროს და ასეთებიც ამყავს, რა ვქნა, შეველები. დღეს ელექტროინსტრუმენტი რომ არ აქვს კაც,
სახლში ის გავს ესეთი ანეკდოტის გვინდეს რა სიგარეტის ყიდვას რო თავიდან ანება და მოწევას ვერა ან შეიძლება ძალიან ფულიანია და ონკანს რო შლანგი გამოუცვალოს მისტერ მასტერს იძახებს იმას კი ჯერ ლოდინი სჭირდება მერე კი ეცდება ისე გააკეთოს საქმე რომ მისი გამოძახება პერიოდულად საჭირო გახდეს დღეისათვის სულ ეს იყო ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე